კიდევ ერთ ძველ მაღალჩინოსანზე კი შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. საუბარია დათა ახალაიაზე. დღეს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის მასალები გადაუგზავნა. ღარიბაშვილის უწყებამ კი მიღებული დოკუმენტაცია უკვე მიაწოდა ინტერპოლს. კუდის ყოფილ ხელმძღვანელსა და თავდაცვის მინისტრის ექსმოადგილეს 7 წლის წინ რესტორან ძველ სახლში მომხდარი ჩხუბის გამო ედავებიან. პოლიციელების ცემისა და თავისუფლების აღკვეთის გამო ახალაიას ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. დათა ახალაიას ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი რჩება. ყოფილმა чиновникმა ქვეყანა არჩევნებიდან მალევე დატოვა. გიორგი მანჯავიძე განაგრძობს ახლა თემაზე პირდაპირ ეთერში საუბარს. გიორგი, რა მასალები გადაუგზავნა პროკურატურამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ არის შენთვის უკვე ცნობილი? მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნის თაობაზე დადგენილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართა. დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, ალანიას და მელნიკოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად 4 დეკემბერს შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ ადამიანებმა სხვადასხვა დროს გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და უკან არ დაბრუნებულან. ასევე უცნობია მათი ადგილსამყოფელის და სწორედ ეს გახდა პროკურატურის მხრიდან მათზე ძებნის გამოცხადების მთავარი მიზეზი. მოგეხსენებათ, ეს არის სტანდარტული პროცედურა, მას შემდეგ რაც საქალაქო სასამართლო გამოიტანს დადგენილებას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იმყოფებიან ადგილზე, შემდეგ პროკურატურას გამოაქვს დადგენილება ძებნის შესახებ, ეს გადაეცა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ძებნას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს იმას, რომ დათა ახალაიას, მელნიკოვზე, ალანიასა და თოფურიძეზე საერთაშორისო ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს უკვე მიმართა. კუდის მაღალჩინოსნებს პოლიციელების ცემაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ ბრალებს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დათა ახალაიას ადვოკატთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ ის უბრალოდ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება იმას, გამოცხადდება თუ არა საერთაშორისო ძებნა ამ ჩამოთვლილ პირებზე, ინტერპოლის პასუხი 2 დღეში გახდება ცნობილი. გმადლობთ გიორგი მანჯავიძე, საუბრობდა იმ მასალებზე, რომლებიც დღეს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.